დანერგემომავალი პროგრამის ფარგლებში რაჭაში 7 ჰექტარზე ახალი კაკლის ბაღები გაშენდება. სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა ველიშიორმა მიიღო. კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 39,000 ლარი გამოიყო. ადგილზე სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის გამოყოფილი თანხა 6,5 მილიონ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო პროგრამა დანერგემომავალის ფარგლებში უკვე მაღალმთიან რეგიონებში გაშენებული გვაქვს 18 ჰექტარი მიწის ფართობზე მრავალწლიანი სხვადასხვა კულტურის ბაღები და აღნიშნული პროგრამა გრძელდება 2016 წლის ბოლომდე და მოლოდინი გვაქვს რომ აქტიურობა გაიზრდება მოსახლეობის მხრიდან. ეს გახლავთ პირველი პროექტი რაჭაში, რომელიც ხორციელდება ამ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც რაჭაში სოფელ ხოტევში 7 ჰექტარ ფართობზე მოხდება კაკლის ენერგიების გაშენება, ასევე სარწყავი სისტემის მოწყობა. სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით მოხარული ვართ, დგავთ წინ ნაბიჯებს და ვაშენებთ ბაღს. იმედი გვაქვს მოგვბაძავენ სხვები და ირწმუნებენ ამ მაღალმთიან რაიონში, რომ შეიძლება მსგავსი სიკეთეების კეთება.